სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. პატიოსანო მამანო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ ბზობის დღესასწაულს. როგორც გვიამბობს წმინდა სახარება ამ მოვლენის შესახებ, მთელი ქალაქი შეიძრა და მთელი ხალხი მიისწრაფოდა იერუსალიმისკენ მიმავალი მაცხოვრის შესახვედრად. მას გზაზე უფენდნენ თავიანთ ტანსაცმელს, ხეებიდან ჭრიდნენ რტოებს და ასევე უფენდნენ და გაიძახოდნენ ოსანა დავითის ძეს, კურთხეულარს მომავალი უფლის სახელით, გვაცხოვნენ ჩვენ, რომელი ხარ მაღალთა შინა. აი ესეთ სახოტბო შეძახილებით ხვდებოდნენ მას. და შეიძლება ითქვას, რომ თითქოს მოხდა რაღაც საოცარი გამონათება ხალხში. ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი, ღმერთიც, კურნალიც, რომელიც ახდენს სასწაულებს და მკვდრებსაც აღადგენს. აი ასეთი გამონათება, ძვირფასო ძმებო და დებო, შეიძლება მოხდეს და ხდება კიდევაც ყოველი ჩვენგანის სულშიც. როდესაც თითქოს ნათელი და ცხადი ხდება ყველაფერი. ღმერთის არსებობაც, სულის უკვდავებაც, უფლის სიტყვების ჭეშმარიტებაც. და აი ესეთი ამაღლებული გრძნობა შეიძლება მოხდეს, როდესაც ჩვენ ჭრეთ და აღვიქვავთ ღმერთის მიერ შექმნილი სამყაროს მშვენიერებას, იმ კანონზომიერებას და საოცარ სიბრძნეს, რომელიც არის სამყაროში, თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო. მაგრამ ასევე შეიძლება ეს მოხდეს ჩვენ სულში ცხოვრებისეული წარმატების შედეგად ან წარუმატებლობის შედეგად. შეიძლება იყოს დიდი ბედნიერებისგან, შეიძლება უბედურებისგან, შეიძლება დიდი მწუხარებისგან და სიხარულისგან. და აი ესეთ მომენტებში ადამიანი მადლობს და ადიდებს უფალს და წარმოთქვავს თავის ოსანას. ეს ყველას ჩვენ გამოცდილი გვაქვს. იმიტომაც ვართ აქ, ასე ვხარობთ და ვზეიმობთ დღევანდელ დღეს. და აი შეიძლება ვთქვათ ჩვენ, რომ მსგავსი საოცარი გამონათება ჩვენ ვიხილეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდგომ დღეებში. როდესაც მთელი ჩვენი ხალხი, მთელი ჩვენი ერი გაერთიანდა მისდამი მადლიერების, მისდამი სიყვარულის გრძნობაში. მინდა დავამატო ასევე ის, რომ ეს არ იყო მხოლოდ კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის პიროვნების დაფასება, მხოლოდ ეს როდი იყო. არამედ ალბათ პირველ ყოვლისა იყო ღვთისადმი, ეკლესიისადმი, სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატვა და იმ ღირებულებებისადმი ერთგულების გამოვლინება, რომელსაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა მთელი ცხოვრება ემსახურებოდა და ქადაგებდა. ეს ნამდვილად ასე იყო, ეს საოცარი დღეები, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ და რომლებსაც გავდივართ, აი ამ გამონათებამ, ამ დიდმა ჩვენმა ერთობამ და სიყვარულმა გაგვაერთიანა და გადაგვატანინა ის ძიმე მოვლენა, რასაც ქვია მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალება. და მაგრამ ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი. ვიცით რა მოხდა იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლიდან სულ რამოდენიმე დღეში. იუდა მოციქულმა მას უღალატა
მოწაფეებმა მიატოვეს და ბრბოკი ყვირო და ჯვარსაცვი ეგე. აი რა საშინელი ცვალებადობაა. მაგრამ განა დღეს ჩვენ არ ვაწყდებით აი ესეთ მერყეობას და ცვალებადობას. ჩვენს ადვილად ვიცვლით გუნება განწყობილებას და ვკარგავთ ხოლმე აი ამ გამონათებას, რომელსაც უფალი გვაძლევს. მართალია დღეს ადამიანები არ ყვირიან ჯვარსაცვი, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როდესაც ივიწყებენ უფალს, ღალატობენ მას და შორდებიან და სხვადასხვა ცოდვებით, ბოროტებით, უწმინდურობით, უსამართლობით, უკანონობით, ცილის წამებით და ასე შემდეგ, კვლავ და კვლავ ითხოვენ უფლის ახალ ჯვარცმას და ახალ ტანჯვებს. და აი ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ ასეთი მდგომარეობისგან. და ნუ დაუშვებთ ძვირფასო ძმებო და დებო იმას, რომ ჩვენს გულებში უფლის ადგილი დაიკავოს ბოროტებამ, უწმინდურობამ და აი ამ ყველა ცოდვებმა და მანკიერებებმა. არამედ ვეცადოთ, რომ დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყო ჩვენთვის მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში, რომ დღეიდან აღარ განვეშოროთ მას, რომ მუდამ გვახსოვდეს იგი და მასთან ერთად ვიყოთ და მასთან ერთად ვიცხოვროთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბზობის დიდებულ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა მოგცეს მადლი, რომ აი საოცარი მუხტი და განწყობა, რომელიც ჩვენმა ხალხმა გამოავლინა, შევინარჩუნოთ მუდამ. ვინაიდან ეს არის საწინდარი ჩვენი გადარჩენის, ჩვენი სიძლიერის და ჩვენი როგორც ხალხის და ერის წარმატების და ღვთისწყალობის ჩვენდამო. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ. ამინ.